რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომღერლებს. მშვიდობის გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო 2017 წლის შემობრძანებას გილოცავთ. ჩვენ ორი კვირა არ ყოფილვართ ეთერში, დიდი სიამოვნებით მოგესალმებით. მე გახლავართ დაფნა. ჩემს თანაწამყვანს ბატონ ზურაბ მარშანიას მე მგონი უკვე წარდგენა აღარ სჭირდება. ბატონ ზურაბ, თქვენი მიკროფონით ჩართულია და შეგიძლიათ სრულად საქართველოს მიულოცოთ ახალი წელი. მოგესალმებით ჯულფასო რადიო მსმენელებო, გილოცავთ ახალ წელს. საერთოდ ტრადიციულად ჩვენ ქვეყანაში როგორც მთელ რიგ სხვა მართლმადიდებულ ქვეყნებში ცოტა მძიმედ მოდის ეს ახალი წელი ძალიან ხანგრძლივად და გვიჭირს ხოლმე მე ამ საახალწლო პერიოდიდან გამოსვლა როგორც პირდაპირ მნიშვნელობით ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მე უფრო პირდაპირ მნიშვნელობით გამიჭირდა იმიტომ რომ დავიღალე რა მართალი გითხრათ. მაგრამ არის განცდა იმისა, რომ კვლავ ეთერში ვართ, კვლავ გვექნება ურთიერთობა ჩვენს რადიო მსმენელებთან და ეს გარკვეულწილად უკვე რაღაცნაირად დასვენებას ვერ ვიტყვი, მაგრამ მე ძალიან სასიამოვნო ემოციებს ჩემში იწვევს და მოხარული ვარ ისევ ერთად ვართ, გავაგრძელებთ მუშაობას. მეც შემოგიერთდებით, უბრალოდ იმას დავამატებ, რომ ახალი წელი და პირველი დღეები მე პირადად იმის იმედს მაძლევს, რომ ეს წელი უკეთესი იქნება ვიდრე შარშანდელი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ცოტა მძიმედ, ცოტა კი არა და ძალიან მძიმედ დაიწყო და იმაზე რაზედაც მე და თქვენ ვისაუბრეთ ბოლო გადაცემაში ვირუსის პანდემიაზე საქართველოში და იმაზე თუ როგორ არ აქცევს სახელმწიფო ამას ყურადღებას. მოკლედ ჩემი უახლოესი ადამიანი ჩემი ბიძაშვილი შეეწირა ამ ვირუსს და ეს წელი ნამდვილად ჩემთვის გაკვეთას ჯერ არაფერი უჩვენებია, რადგანაც ამას სჭირდება თურმე ერთი თვე. ერთი თვე ჯერ არ გასულა, არ ვიცი ავტოპსიას რატო სჭირდება, მაგრამ ფაქტია. ხო, არა, ნუ ვისაუბრებთ ახლა მძიმე თემებზე. იმედიანად ხვდებით ახალ წელს რადიო იმედის სტუდიაც და ირგვლივ გაკრული წარწერები იმედი ნამდვილად მე პირადად ყოველთვის მახალისებს და მაძლევს იმის იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბატონ ზურაბ, ჩვენ დავაანონსეთ დღევანდელი გადაცემა და რადიო მსმენელებს უბრალოდ მათ ვისაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე და შესაბამისად Facebook-ის გვერდზე არ არიან ჩვენთან დამეგობრებულები, მინდა ვუთხრა, რომ დღევანდელი გადაცემის თემა იქნება პაციენტი, ექიმი და სქესობრივი დისფუნქციები. ბატონ ზურაბს, რა თქმა უნდა, მივცემ საშუალებას, რომ გაშალოს ეს თემა კარგად, ისე როგორც მას ჩვევია თქვენთვის გასაგებად და მისაწვდომად. უბრალოდ ჩემი ფუნქცია ამ გადაცემაში მე უნდა შევასრულო, მე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ რა ფორმატში მიმდინარეობს გადაცემა, როგორც მიხვდით უკვე გადაცემას ეწოდება აკრძალული ხილი, უკვე რამდენიმე წელიწადი ეთერში ვართ და შესაძლოა ჩვენი რადიო მსმენელი 1-2 თუ გაცილებით მეტი ახლახანს შემოგვერთდა და პირველად გვისმენს. ამიტომაც გეტყვით, რომ ეს არის ток-შოუ. ჩვენ ვსაუბრობთ გადაცემის პირველ ნახევარში, გადაცემა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, ყოველთვის პირდაპირ ეთერში ვართ. სამშაბათობით 10-საათიანი სარეკლამო ჭრის შემდეგ რამდენიმე პაუზას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეკლამის გარეშე მე მგონი ვერც ერთი მასმედიის ვერც ერთი საშუალება არსებობს. ნუ გაგვიწყრებით ამისთვის. იყო ჯერ საინფორმაციო გამოშვებები, რომლებიც თქვენ რატომაც ძალიან გაღიზიანებდა თვითფასებს. მე მახალისებდა ძალიან. მე მაწვდი და ყოველთვის ინფორმაციას ჩვენ პირველები ვიგებთ ყოველთვის რა ხდება. არ გოგონებს მიყავდათ. ჩვენიერი გოგონები ყავდა, ბევრი ვიყავით და ეთერს მიღმა ძალიან სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ფაქტია, რომ იყვნენ რადიო მსმენელები, რომლებიც სულ გვიწყრებოდნენ რა არის ამდენი საინფორმაციო. მოკლედ, თქვენ და გულის გასახარად, მოკლედ აღარ ეკოქს საინფორმაციო ჭრები, თუმცა რეკლამას ვერსად გავექცევით. ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ ტელეფონის საშუალებით, რასაც ძალიან ცოტა რადიო მსმენელი მიმართავს და 1-2 ყავს ისეთი, რომელიც დაგვირეკავს, დაიწყებს ფერებით და
დამთავრებს ლანძღვით, ჩვენ მათ უკვე ვიცნობთ ხმით. თქვენს გილოცავთ ახალ წელს, ყველაზე მუდმივი და ყურადღებიანი მსმენელები სწორედ ისინი არიან, ვისაც თურმე ზულხარ. თან ზულხარ და თან გულისყურით გისმენს, ძალიან ერთგულები არიან. მე პირადად აი 20 წელი შემისრულდა შარშან 27 დეკემბერს რადიოში მუშაობისა და ზუსტად ვიცი, რომ ის ვინც გაგლანძღავს, ის აუცილებლად თან დააყოლებს. აი იმ დღეს, აი ისა თქვა, აი ამ დღეს აი ეს როგორ წამოწდა, აი ეს როგორ გაბედა 2005 წლის 7 ნოემბერს, აი ესა თქვა დაფნა და მოკლედ ვიცი უკვე ძალიან ერთგულები ხარ, დიდი მადლობა რომ გვისმენთ მიუხედავად იმისა, რომ ასე იტანჯებით თურმე და ასე ვერ გვიტან. დანარჩენებს ვეტყვი, რომ ჩვენთან დაკავშირება ასევე შეგიძლიათ SMS-ის საშუალებით. აუცილებლად გეტყვით მაინც ტელეფონის ნომრებს 29218 და 2921199 მთელი განაცემის განმავლობაში ეს ორი ნომერი ჩართულია. თუ რაიმე ძალიან ინტიმური შეკითხვა გაქვთ ბატონ ზურაბთან, მაშინ განაცემის დასრულებას დაელოდეთ და ეთერს მიღმა გაესაუბრეთ. თუ პირდაპირ ეთერში კითხვის დასმა გინდათ და გერიდებათ, მაშინ რა თქმა უნდა SMS ნომერი თქვენთვის უფრო ალბათ გამოსაყენებელი და გამოსადეგი იქნება. ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან. სწორედ იმდენი, რამდენიც ზოგადად გეჭრებათ ხოლმე SMS-ის გამოგზავნისთვის, ჩამოგეჭრებათ იმ შემთხვევაში, თუ დასვამთ კითხვას და გამოაგზავნით მას ნომერზე 9177891778. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ოპერატორს არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ერთსა და იმავე ნომერზე ყველანი აგზავნით SMS-ებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინებები შეიძლება არც იყოს მოკლე, ჩვენ მათ მივიღებთ, წავიკითხავთ პირდაპირ ეთერში და მე როგორც წამყვანი ამ გადაცემის აქ პირდებით რომ რიგითობა დაცული იქნება. ამიტომაც არ არის სავალდებულო ორჯერ, სამჯერ მსხვილი შრიფტით წერა, იმიტომ რომ მე მაინც აი მივყვები პირველიდან და ბოლომდე. ეს ჩემი კრედოა, მე ასე ვიქცევი ყოველთვის. რაც შეეხება ჩვენთან ინტერნეტის საშუალებით დამეგობრებას, რას გაძლევთ ეს? რა განსხვავება? რა თქმა უნდა, გადაცემის განმავლობაში შეგიძლიათ პირად მიმოწერაზე, Facebook-ის პირად მიმოწერაში გამოგვიგზავნოთ თქვენი შეკითხვა თუ რაიმე სურვილი ან კომენტარი. ამავე დროს Facebook-ი გაძლევთ საშუალებას იმისა, რომ გადაცემის დაწყებამდე ცოტა ადრე იცოდეთ თუ რაზეა დღევანდელი გადაცემა. შესაძლოა რომ ეს თემა სულაც არ გაინტერესებთ, მაშინ აღარ მოცდებით, ან სხვა რაიმეს მოისმენთ, ან უყურებთ რაიმეს, ან წაიკითხავთ და აღარ დახარჯავთ ამაზე დროს. რაც შეეხება მათ, ვინც პირიქით ძალიან არის დაინტერესებული, უნდა ყველა გადაცემის მოსმენა და არ აქვს ამის საშუალება. არ აქვს ხოლმე ამის საშუალება, ან და ბატონ ზურაბ, თქვენ გიყვართ ხოლმე ამის თქმათ, ჩვენ საზღვარგარეთ ძალიან ბევრი მსმენელი და ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს, ბევრი რადიო მსმენელი. საათებშიც არის ხოლმე განსხვავება, დროში არის სხვაობა, ამიტომაც ეს ადამიანები ჩვენ შემდეგ უკვე გვისმენენ YouTube-ის მეშვეობით. YouTube-ში ჩვენი მოძებნა შესაძლებელია მხოლოდ ქართული შრიფტით, უნდა აკრიფოთ აკრძალული ხილი რადიო იმედი და ნახავთ აბსოლუტურად ყველა გადაცემას, რომელიც 3 წლის განმავლობაში გასულა ეთერში. აი, სულ ეს იყო, რაც მინდოდა გადაცემის დასაწყისში მეთქვა. ბატონ ზურაბ, თქვენი ჯერია გავშალოთ თემა. სხვათა შორის ეს თემა უკვე 3 წელია ჩვენი გადაცემა არის რადიო ეთერში და პირველად ავწიეთ ეს თემა ესე ვიტყვიან პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა შეუძლებელია სამედიცინო თემაზე რაღაც ინფორმაცია წარმოადგინო, რაღაცა მსჯელობა წავიდეს და არ შეეხო არანაირად პაციენტისა და ექიმის ურთიერთობებს. ამას ცალკე მეცნიერება შეისწავლის, რა თქმა უნდა ეს სამედიცინო მეცნიერების ნაწილია, მედიცინის ნაწილია, შეიძლება ითქვას, რომ კლინიკური მედიცინის ნაწილია. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში და ამ მეცნიერებას ეწოდება დეონტოლოგია. დეონტოლოგია ეს არის მეცნიერება პაციენტისა და ექიმის ურთიერთობების შესახებ. უпростоრედ იმ ნიუანსების შესახებ, იმ საინტერესო ასპექტების შესახებ, იმ სირთულეებისა და პრობლემების შესახებ, რომელიც არის ხოლმე აი ამ ურთიერთობების პროცესში, ამ ურთულესი და ძალიან მრავალწახნაგოვანი ურთიერთობების პროცესში და როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ სექსოლოგიაზე, კლინიკურ სექსოლოგიაზე, როცა ჩვენ ლაპარაკობთ სფეროზე,
მედიცინისა, რომელიც არის ინტერდისციპლინარული, რომელიც არის სინთეტური თავისი მნიშვნელობით, აქ საკითხი, დეონტოლოგიური საკითხები გაცილებით უფრო მწვავედ დგას სხვათა შორის. და შესაბამისად მოითხოვს გაცილებით მეტ პროფესიონალიზმს ექიმისაგან. და ეხლა მე საოცარ რაღაცას ვიტყვი. რომელიც შეიძლება ზოგიერთ რადიომსმენელმა რაღაც ჩათვალოს არც თვლად სარწმუნოდ შეიძლება ჩათვალოს, მაგრამ რაღაცნაირად ძნელად დასაჯერებლად. რომ როგორც დეონტოლოგიური საკითხები არა პაციენტსა და ექიმს შორის დამოკიდებულებისა და ურთიერთობების საკითხები, მკურნალობის დიაგნოსტიკის, რეაბილიტაციის პროცესში და ამ შემდეგ არა ეს ყველა სპეციალობას ეხება უკვლებლივ კლინიკური მედიცინისა. სექსოლოგიაში განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება ეს და შესაბამისად თამასაც ძალიან მაღლა არის აწეული ექიმისათვის. ექიმისგან ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი და გამორჩეული უნარჩვევები არის საჭირო ასეთ შემთხვევაში. რომ არ მოხდეს შეცდომის დაშვება, რომ არ მოხდეს პაციენტის ტრავმირება და შესაბამისად მისი მდგომარეობის გავარესება. მაგრამ მე ახლა რატომ ამბობ, იცით ახლა პარადოქსულ რაღაცას ერთ შეხედვით რა. პაციენტისგანაც მოითხოვს ძალიან, ასე ვთქვათ, მაღალ დონეს. ურთიერთობების აი ეს სპექტრი რა, ეს შრე იმისათვის რომ შედეგი იყოს, შედეგი დადგეს სასურველი, მოითხოვს მომზადების მაღალ დონეს, პროფესიონალიზმის მაღალ დონეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ექიმისაგან და რაც პაციენტს მოეთხოვება, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა პაციენტისგანაც კი. ესე იგი პაციენტი, რომელიც უჩივის სექსუალურ დისფუნქციას, გაცილებით უკეთესად უნდა იყოს მომზადებული გამოწვევებზე გასამკლავებლად, რაც ამ მკურნალობის პროცესში მას შეხვდება. და შესაბამისად უნიფორმირებულიც უკეთესად უნდა იყოს, ვიდრე ნებისმიერი, ასე ვთქვათ, კლინიკური მედიცინის სხვა სფეროში, ასე ვთქვათ, მისული, დახმარებისათვის მისული პაციენტი. ასე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კოლექტიურ შრომასთან, აი კოლექტიურ პროდუქტთან გვაქვს საქმე რა. პაციენტი კი ბატონო, პაციენტი ექიმი და აქ რა არის, იცით, აქ უკვე მივდივართ სექსოლოგიის, კლინიკური სექსოლოგიის უაღრესად სპეციფიკურ და საინტერესო თავისებურებასთან. როგორიც არის ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ სექსი არის ერთადერთი წყვილოვანი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში. და შესაბამისად აქ წარმოუდგენელია მხოლოდ ერთი პაციენტის არსებობა. როგორც ასე ვთქვათ, წესი ამ შემთხვევაში ლაპარაკი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, წყვილოვან მიდგომაზე და დეონტოლოგიურ ასპექტში არა, ექიმისა და პაციენტის ამ შემთხვევაში პაციენტების ურთიერთობების ასპექტში არა, კონტექსტში. აქ რა თქმა უნდა, პარტნიორის როლი არის უზარმაზარი და ზოგ შემთხვევაში პარტნიორის როლი არის გადამწყვეტი. ბატონო, მე მახსოვს თქვენ არაერთხელ გითქვამთ, მათ შორის ჩემთვისაც, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორებს ერთმანეთის მკურნალობის საკითხში, სწორედ ეს რაც თქვით. ყოფილა შემთხვევები, რომ ვთქვათ, დასულან თქვენგან ისე რომ არ გაუთვალისწინებიათ მაგალითად თქვენი რჩევები და წლების შემდეგ დაბრუნებულან და აღმოჩნდა, რომ ვთქვათ, დაშორდნენ ერთმანეთს. ვერ გაუგეს იმდენად და იმდენად პარტნიორი არ დახმარებია მეორეს, რომ მოსულა, ვთქვათ, სხვა პარტნიორთან ერთად ან მარტო მოსულა. ყოფილა, რა თქმა უნდა და ეს არის სხვათა შორის ისეთი ძალიან ნათელი მაგალითი, მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რამდენად საინტერესოა თვითონ აი სექსუალური დისფუნქციის, სქესობრივი დარღვევის როლი პარტნიორების ურთიერთობების სტრუქტურაში. მე რა მაქვს იცით ხედელობაში, სექსუალური დისფუნქცია ეს არის უაღრესად სერიოზული გამოწვევა, არა მარტო ადამიანისთვის, რომელსაც კონკრეტულად რაღაცა აწუხებს, ხო? მისი მეწყვილისთვის, არამედ დიახ, მისი პარტნიორისთვის, მისი მეუღლისთვის და შესაბამისად ეს რა არის, იცით, ეს არის კრიზისი, სერიოზული კრიზისი. და რა არის ახლა კრიზისი, იცით, რო ავიღოთ, აი თუნდაც აი მართვის თეორია, რა მენეჯმენტის თეორია და რაც იქ კრიზისი არის გამარტებული რა, იცით, როგორც ასე ვთქვათ, გამოუვალი სიტუაციიდან, აი რაღაცა ჩიხიდან გამოსვლის საკმაოდ რადიკალური და ეფექტური საშუალება, ხო?
ამ კრიზისის მეშვეობით ხდება განტვირთვა სიტუაციისა. ვითარების განტვირთვა და შესაბამისად ისახება რაღაც ახალი გზები და როდესაც აი მიდის ხოლმე ესეთი ლაპარაკი რომ აი ასაიდან გზა არსი ძახილიო ხო ილია ჭავჭავაძე რა უნდა ხო ასაიდან ხმა ასე არანაირი გზა არ ჩანს ხსნისა გზა ყოველთვის არის არჩევანი მაგრამ გზა ხსნისა ასეთი მეგომეუბედურს დიახ არჩევანი ყოველთვის არის სხვადასხვანაირია და თქვენ რასაც ბრძანებთ ესეც ხდება და ესეც არის ვათაშორის ესე იგი ვითარებიდან გამოსვლის და კრიზისის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა. მე ვუთანაგრძნობ ადამიანებს, რომლებსაც მეწყვილემ ვერ გაუგო და ხელი ვერ შეუწყო. ძალიან ვუთანაგრძნობ, იმიტომ რომ თქვენ თქმის არ იყოს, მე მგონია რომ წარმატების, 50 თუ არა, სადღაც 30-35% მაინც ალბათ მეწყვილეზეც მოდის. რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ძნელია ეცით ამ შემთხვევაში ძნელი არის განსჯა, განსაჯა. არა, არავის არ განსჯა, იმიტომ რომ მე ვუთანაგრძნობ მას, ვისაც ვერ გაუგეს და არ გაუწოდეს ხელი. ყველას არ აქვს უნარი გაუმკლავდეს გამოწვევას. გარდა მაგის არსებობს თვითონ ადამიანის ტემპერამენტს მე ვიძახი ამ შემთხვევაში ტემპერამენტი ყველობაში მღარა სექსუალური ტემპერამენტი არამედ მისი თანდაყოლილი ტემპერამენტი ხასიათობრივი თავისებურებები ზოგი ძალიან ფიცხია ზოგს მოთმინება არ აქვს საერთოდ ჩვენ ქვეყანაში მოთმინება ჭირს საქართველოში მოთმინებაც არ შეუძლიათ აი მაგალითად დადგება ხედავენ რომ არის წითელი შუქნიშანი არა ანთებული. ვერ ითმენენ ხო? იწყება ეგრევე კაკაფონია სიგნალების. ისევე როგორც ჩვენ გვანიშნებენ უკვე რომ რეკლამის დროა, ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რეკლამის შემდეგ, ორეთ წუთით შევწყვეტ საუბარს. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი მე მგონი ზუსტად იმ ადგილიდან უნდა განვაგრძოთ საუბარი. ქოითეთ მოსიარულეებიც ვერ ითმენენ ბატონზურაბ. არა, ქოითეთ მოსიარულე სხვანაირად იქცევა. ქოითეთ მოსიარულე მე მგონი ცოტა ტანმოვარჯიშეც არის, აკრობატიც არის. გუშინ მანქანაზე ვიჯექი და მე საერთოდ ძალიან ნელა დავდივარ. მithumetes სადაც არის გადასასვლელები და ის თავისთავად რა. და ერთმა ახალგაზრდა ყვაწვილმა, ისეთი გააკეთა პადედე, არ ვიცი რა. პადედე იმიდან რა. გედების მაკნატუნადან. ხო, მაკნატუნადან თუ გედების ტბიდან არ ვიცი და მე რომ ვაჩვენე რომ რას აკეთებ მეთქი შვილო და ბოდიში მომიხადა, ასიზამნო. მაგრამ ესეც გარკვეულწილად მოუთმენლობის მაჩვენებელია და ძნელია მოთმინება და მაგრამ რა არის იცით ახლა აქ რატო ვამბობ რომ ეს არის სადღაც ამ ვითარებიდან გამოსავალი და შეიძლება პოზიტიური გამოსავალიც რატო ვიძახი მაგას იმიტომ რომ ესე იგი არ არის სიყვარული ისეთი რომელიც ადამიანს უბიძგებს იქეთ რომ მეტი მოთმინებით, მეტი კაგებით მოეკიდოს საყვარელ ადამიანს და დაეხმაროს მას პრობლემის დაძლევაში და ასეთ ვითარებაში, როდესაც ეს ესე იგი სამი წახნაგია, ხო? სამკუთხედის სამი მწვერვალი, ხო? ეს არის ექიმი და პაციენტი და მისი პარტნიორი, ხო? სხვადასხვა ერთი კუთხეც არის კიდე მართალია მე არ ვიტყოდი რომ ახოთ კუთხედია ალბათ უფრო სამკუთხედია მაგრამ ერთი კუთხის რაღაცა ნაწილია თუ რაღაცა დამატებითი ელემენტია ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც ეს სექსოლოგიისთვის არ არის სხვათაშორის ესეთი უნიკალური ეს სხვა სფეროშიც არის საახლობლო სანათესაო აი მშობლები მაგალითად დედმამიშვილები და ასე შემდეგ მათი როლიც ძალიან მნიშვნელოვანია მე მაგალითად ჩემ პაციენტებთან მიმართებაში ყოველთვის მივესალმები ახლო ნათესავების მეტ ჩართულობას. თუმცა ზოგჯერ აი ისეთი არის ახლო ნათესავი შეიძლება საერთოდ ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩავარდე რა. იმიტომ რომ
გაცილებით უფრო ადეკვატური არის პაციენტი ვიდრე მისი თანხლები პირი დღეს მქონდა ზუსტად ესეთი ვითარება და ვინ იყო ის ოჯახის წევრი დედა მშობელი თუ მამა მშობელი დედაც არის და მამაც მითხრა რა მშობლობა რომელიც ერთ-ერთი უფრო მაინტერესებს ვინ არის უფრო არადეკვატური კაცი შეიძლება ახლა უსმენს ახლა ეს ადამიანი და მშობელია რა და ამ დროს სერიოზული პრობლემები აქვს შვილს ხო და ნუ ისეთი ასე ვთქვათ ნუ რა ვთქვა ახლა რა ისეთი ჟესტები იყო მისი მხრიდან რომ ну серьезულად ეჭვი შევიტანე მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში რა. მაინც ეჭვი მაკროქალი იყო დედა იყო სავარაუდოდ. არა, ორივე ხესის არიან ხოლმე და რო იტყვიან მან ძალიან საკმაოდ ისეთი დიდი თაიგული არის. ძალიან საინტერესო ემოციებისა. ახლა ემოციები ეს ერთის მხრივ ადამიანი განიტვირთა ემოციისგან ექიმთან რომ მოვიდა, მაგრამ ახლა ექიმს რომ გადასცემს ამ ემოციებს და თვითონ ეს ექიმი რომ იტვირთება ამ ემოციებით, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ, ხო? პროგნოზურობ, ნუ რაზე ვსაუბრობთ ახლა ადამიანი მოვიდა თქვენთან, მას აბსოლუტურად აქვს იმის შეგრძნება რომ ფული გადაგიხადათ და ნუ ბოლოს და ბოლოს სადღაც ვალდებულიც ხართ რომ მოусმინოთ, ის დაიცალა თქვენ შეივსეთ, თუმცა თქვენც ალბათ რაღაცა უნდა გქონდეთ უკვე თავის დაცვის მექანიზმი ამ წლების განმავლობაში გამომუშავებული. თქვენ შემთხვევაში აწლეულების მანძილზე, მაგრამ მაინც მოქმედებს თქვენზე, ხო და თქვენ წარმოიდგინეთ რომ მე მყავს ნათესავი, რომელიც დღეში ორჯერ რეკავს, მინიმუმ ორჯერ და მაიძულებს რომ ვუსმინო, ესე იგი მის იმიტომ რომ სიბერეში მარტო დარჩა და მის მონოლოგებს როგორ კვდება და ღმერთს არ მიყავს ამდენი წელი და ეს ამხელა ნეგატივი და ყურმს ვერ დაუკიდებ. იმიტომ რომ კარგად ვარ გაზრდილი და ნამდვილად ვერ ვეტყვი რომ ეცეთ დამანებეთ თავი. თუმცა ყველა ნათესავმა უკვე გაიხანია მოიშორა და მე ვყავარ ამოკვიატებული იმიტომ რომ წლების განმავლობაში ესე იგი ვუსმენ და ვუთანაგრძნობ და ვცდილობ რომ რაღაცით დავეხმარო. ნუ რა ვქნათ ჩვენ ყველას გვყავს თითო ესე იგი ჩვენი პაციენტი. ნუ ახლა თითო არის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს გაცილებით მეტი არის თითო. მაგრამ ახლა რა ის ელემენტარულ რაღაცას ვიტყვი, განა ამას პრეტენზიათ ვამბობ და განა მე მესმის მათი ემოციური მხარე. მე მესმის მათი, მაგრამ რა არის ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენა არის. ჩვენ ყველანი ვიყავით სკოლის მოწაფეები თავის დროზე, ხო? და სერიოზულად გვჯეროდა რომ მასწავლებელი ტუალეტში არ დადის. ხო, ეს აღმოჩენა იყო, ხო? ხო. და ეს შოკის მაგვარი განცდა იყო, როცა მასწავლებელი პირველად დავინახე ტუალეტში რომ შედიოდა. როგორც მასწავლებელი სულ კლასში უნდა იყოს, სულ შენზე უნდა ზრუნავდეს, როგორ შეიძლება მას ბუნებრივი მოთხოვნილებები რაღაცების დაკმაყოფილება ჭირდებოდეს. ან მაგალითად მასწავლებელი რომ ჭამს, როგორ რათ უნდა ჭამა? ის უნდა თავიდან ბოლომდე შენი იყოს, ანუ მოწაფე. დაახლოებით ესეა რა პაციენტის და ექიმის დამოკიდებულება. მე მაგალითად სერიოზული პრობლემა მაქვს, ნუ აი ელემენტარულად ყავა მაინც დავლიო რა. არ გაქვთ უფრო. არ მოძლებენ მაგის საშუალებას. აი ეს ყველაფერი იმ თემასთან ახლოს არის, რაზედაც პრინციპში დღეს ვსაუბრობთ, ხო? პაციენტის და ექიმის ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, შეიძლება პირდაპირ არ ეხებოდეს მის რაღაც დისფუნქციას, მაგრამ ის რომ თქვენ აღმატებულ ხარისხში გიყურებენ ალბათ თქვენი პაციენტები და მათთვის არა, ესეც არის რა თქმა უნდა და ძალიან დიდი იმედია და აი მაგალითად ახლა ას თუ ესე დიდი ხნის წინ ერთი ახალგაზრდა კაცი იყო მოსული, ნუ რომელსაც ну, მე ვიტყვი ასე რა, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს ფსიქიკასთან დაკავშირებით. და ну, აი აღმატებულად, ნამდვილად აღმატებულად შესანიშნავი პიროვნება, ძალიან კარგი პიროვნებაა რა და ესე იგი მოვიდა ერთხელ შემოაღწია ჩემამდე. ხო და არდართული იყო. ძალიან ბევრი პაციენტი მელოდებოდა, რაღაცა მოახერხა რა. შემოწრა? გიგოთ? კი. ხო და რატომ მეთქე, რატომ მოხვედი, მეთქე ხო არ გჭირდება საქმე, არა გაქვს პრინციპში და ესეთი რაღაცა მითხრა, იცით მე ისეთ პატივს გცემო, შენს მეტი ასეთი ექიმისკენ გამხედვარი არა ვარო. უბრალოდ ერთადერთი თხოვნა მაქვს, რომ როგორც მეგობრები ისე ვიმოგებროთო და როდესაც მე დამჭირდება საუბარი, მოვიდე უნდა გელაპარაკო ნებისმიერ დროს. წარმოიდგინეთ. უთხარი შვილო მეთქი, უბრალოდ არ მსალია ამისთვის მე. არ მსალია, ფიზიკურად არ მსალია. მახვალიცის მე ოჯახში რა მდგომარეობა მაქვს.
ჩვენ ვიცით საახლობლო წრემნო, ну შეიძლება რადიომსმენელები იციან კიდე ახსოვთ რა ჩემი ცოლის ავადმყოფობა და ის პრობლემები რაც მე მაქვს მე ხო ესე იგი მარტო საექიმო საქმიანობა ხო არ არის არა არის პედაგოგიური საქმიანობა უნივერსიტეტში შემოქმედებითი საზოგადოებრივი ხო სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოება ეხა კონფერენციაზე მივემგზავრები იმისთვის მომზადება უნდა 1000 რაღაცა რომ არაფერი ვთქვათ უამრავ მოწვევაზე რომელიც მედიიდან მოდის ტელევიზიიდან მოდის და რა ვიცი 1000 თხოვნა ამაზე მახსენდება ბატონო ზურაბ რადიოში ჩემი მუშაობის პირველი წლები, როდესაც ღამის გადაცემა მიმყავდა, მაშინ ერქვა ქალი და მამაკაცი და მთელი ღამე საუბრობდით მსმენელებთან. და დილის 8 საათზე სრულდებოდა, ღამე იწყებოდა 11 საათზე და წარმოიდგინე 11-დან 8 საათამდე ვაი რა ახალგაზრდა ვიყავი და ვუძლებდი. მაგრამ რამოდენიმე ხანში მე უკვე რომ მივხვდი რომ ამ ადამიანების ხმები მესიზმრება, თან სახში მიმყვება და მესიზმრება და ეს ტიპები უკვე გადმოდიან ჩემს პირად ცხოვრებაში და ფაქტიურად რანაირად იგებდნენ სახში მირეკავდნენ იმათაც აი მოგვისმინეთ და აი თქვენს გარდა არავინ არ სერიოზული პრობლემაა. ხო, ნუ არ ვიცი ხა რომ მე ვერ წარმოვედგინე რომ არიან ადამიანები ვისთვისაც ერთადერთი მსმენელი შეიძლება იყოს რადიოს წამყვანი. არა მარტო რა ექიმიც ესეთი მსმენელია უკვე ჩემს ცხოვრებაში და მე თვითონ ექიმთან მისასვლელი რო გავხდი და მითხრა რომ შენ ცოტა ხანი პაუზა თუ არ აიღე და ამ ადამიანებისგან თუ არ განთავისუფლდი შენ შვილო თვითონ თავს მიხედე ჯობია აი მაშინ მივხვდი რომ ხო ცოტა უნდა ალბათ აბსტრაგირება მოვახდინო მე ჩემი სამსახურს განტვირთვა ცოტა საჭირო არის და აი ამ კონტექსტში მინდა კიდე ერთი და რაღაც საინტერესო განვიხილო ერთ-ერთი ჩემი უფროსი კოლეგა მეგობარი რომელიც ასევე სექსოლოგია და მრავალი წლის წინ როდესაც თავის გამოცდილებას მიზიარებდა რა დიდი ხანი გავიდა იმის მერე ერთი რაღაცა მითხრა რა არავითარ შემთხვევაში სახში არ მიიღო პაციენტი ძალიან სწორი უთქვას ეხლა ისეთი მადლიერებით ვიხსენებ ესე იგი ადამიანის ამ უფროსი ადამიანის ამ პორცნულ ჩევას ნამდვილად სწორია და სხვა შორის ეს ყველა ექიმზე არ ითქმის იმიტომ რომ თითქმის ყველა სხვა პროფესიის ექიმები რაღაცა უპრობლემოდ მიიღებს სახში რა არის ხარც არაფერი რა მაგრამ აი ხო ხედავთ აი პაციენტმა რომ მითხრა შენ ჩემი მეგობარი ხარო ოჯახის წევრი ხარო აწიო რაც არ უნდა გამიჭირდეს შენთან უნდა გამოვიქციო და ესე იგი ნუ გამოდის რომ უნდა ვიშვილო არა რა ვიცი ხა ორი შვილი ჩემი მყავს უბრალოდ ასაკიც არ არის ახლა ისეთი რა და ну აი ეს ამ პრობლემებზე ალბათ უნდა ფიქრობდნენ არა თუნდაც ახალგაზრდა ექიმები რომელიც თავისთავს ამზადებენ ну თავისთავი უყურებენ თავისთავს მომავალში როგორც სექსოლოგებს ან სხვა სპეციალობის ექიმებს აი უნდა გაითვალისწინონ და ესეთი რაღაცა ის რომ ჩვენ პერიოდულად გვერდდებიან რადიომსმენელები და მათ გასაგონად მინდა ვთქვა რომ გადაცემის პირველ ნახევარში ანუ 11 საათამდე ვსაუბრობთ მე და ბატონ ზურაბი 11-ის შემდეგ მე ვიწყებ თქვენი SMS-ების თქვენი შეკითხვების თუ მოსაზრებების პირდაპირ ეთერში კითხვას, ასე რომ შეგიძლიათ შემოგვერთდეთ და ისარგებლოთ შემთხვევით ბატონი ზურაბ მარშანია ექიმი სექსოლოგი საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი პროფესორი სტუდიაშია და დაუსვით მას ნებისმიერ შეკითხვა მე მას გავაჟღერებ ნებისმიერ თქვენ შეკითხვას გავაჟღერებ პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე ნახევარში 11-დან 12 საათამდე თქვენს შეკითხვებზე პასუხებს გასცემს ბატონი ზურაბი. ნომერი კიდევ ერთხელ ყველას გასაგონად მინდა ვთქვა ერთიანია ნებისმიერი მობილური ოპერატორისთვის 9177891778 ძალიან ინტიმური ხასიათის შეკითხვები თუ გაქვთ ბატონ ზურაბთან გადაცემის შემდეგ მოიხელთეთ დრო და დაურეკეთ გადაცემის განმავლობაში კი გამოგზავნეთ SMS-ები 917778 ბევრიც არ შემოგეჭრებათ სწორედ იმდენი რამდენიც დააწესა თქვენმა მობილურმა ოპერატორმა SMS-ის გაგზავნისთვის სავარაუდოდ სადღაც 6 თეთრი სტოლფასი უნდა იყოს
ბატონო ზურაბ, არაერთი შეკითხვა უკვე მოსული, მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა რადიო მსმენელებს, რომ ჩვენ არ განვიხილავთ პირდაპირ ეთერში პრეპარატებს. ნუ მოგწერთ მათ სახელწოდებებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი კანონმდებლობით არის აკრძალული ნებისმიერი პრეპარატის პირდაპირ ეთერში ხსენება რეკლამის ტოლფასია. ჩვენ არ გვინდა რომ დავჯარიმდეთ, ეს ერთი. მეორე ის რომ ანოტაცია მოყვება ყველა პრეპარატს, შეგიძლიათ ჩაიხედოთ და როდესაც აგზავნეთ SMS რომ ბატონო ზურაბა, ესა და ეს პრეპარატი ვიყიდე და რა დოზებში გავიყიდე. კარგია, მომიხდება, დამიგრძელდება, აი ასეთ კითხვებზე ბატონო ზურაბი არ გპასუხობთ, ასე რომ დროს და 6 თეთრს უნდა კარგავთ ამ ტიპის შეკითხვებზე. დანარჩენი რაც გნებავთ, კი ბატონო მოგწერეთ და გიპასუხებთ. 91778. ბატონო ზურაბ, მე კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. აი დღევანდელ თემასთან დაკავშირებით. თქვენ როგორც სექსოლოგი ურჩევთ თუ არა პაციენტებს, რომ ისინი რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ მოვიდნენ თქვენთან კონსულტაციაზე. ვთქვათ, განიკურნა ადამიანი, მას უკვე კარგად აქვს საქმე, ან ერექცია, ან იქ რა ვიცი, ნებისმიერი სხვა დისფუნქცია აღუდგა ფუნქცია და ყველაფერი კარგად არის. აქვს თუ არა მათ სურვილი, რომ კიდევ მოვიდნენ თქვენთან კონსულტაციაზე? თუ თქვენ სთავაზობთ კი არა, ურჩევთ მათ, რომ აუცილებლად აი ერთ წელიწადში მოდით. გააქვთ ეს პრაქტიკა? თუ ეს მკაცრად არის დამოკიდებული, უშუალოდ არის დამოკიდებული პაციენტის საჭიროებასთან. თუ ჭირდება პაციენტს მოსვლა, უნდა მოვიდეს. დავიწყოთ იმითიც, რომ აი ყველაფერს თავი დავანებოთ, მკურნალობა საერთოდ სექსოლოგიაშია რა. კლინიკურ სექსოლოგიაში არის ფუძემდებლური პრინციპები არის რა. დიაგნოსტიკა იქნება დაუშვათ ამ მკურნალობა. ამ მკურნალობის თვალსაჩინო ყველაზე ძირითადი პრინციპი, ფუძემდებლური პრინციპი ეს არის ეტაპობრიობა და კომპლექსურობა. აქ ასე ვთქვათ მონოთერაპია, რაღაცა ერთი პრეპარატი წერენ ხოლმე, აბა ეს პრეპარატი ახლა მომარჩენს, გადამარჩენს, კარგით რა. ლაპარაკი არის აქ ხო თვითონ სექსუალური დისფუნქცია თავისი არსით ეს არ არის ასე ვთქვათ მონოკაუზალური, ანუ რაღაცა ერთი მიზეზით განპირობებული. აქ მიზეზების მთელი ასე ვთქვათ კომპლექსია და შესაბამისად მათ დაძლევასაც უნდა კომპლექსური მიდგომა. მე გეტყვით რატომ დაგისვით ეს შეკითხვა ბატონო ზურაბ? მე რატომღაც მეჩვენება, იცით რომ ხალი რომელსაც მაგალითად ხო 35 წლის განმავლობაში არ განუცდია ორგაზმი, თქვენ უმკურნალეთ, განიცადა მან ერთი ორგაზმი, თქვა უფ რა კარგია გადასარევი, განვიცადე ორგაზმი, კარგად ბრძანდებოდა. აი რატომღაც არ მგონია რომ ეს ასე მიმდინარეობს? რატომღაც მგონია რომ ალბათ ის ერთი ორგაზმი არ არის მისი სრული განკურნება? ბატონო ზურაბ. არცებით. ეხლა გააჩნია რა თქმა უნდა კონკრეტულ შემთხვევას, ეხლა მე დავიწყე მაშინ ვერ დავასრულე, როცა ეტაპები არა მკურნალობა. უნდა ჩათავდეს ყველა ეტაპები. ყველაზე დიდი რატომ ამბობ, რომ მომზადების მაღალი დონე ესაჭიროება არა მარტო ექიმს, რომელიც სექსოლოგიასთან დაკავშირებას გადაწყვეტს თავისი პროფესიული საქმიანობის, არამედ პაციენტსაც. პაციენტი, რომელიც არ ასრულებს რეკომენდაციებს დაუშვათ და წყვეტს მკურნალობას ან 1000 რაღაცა ანალიზებს არ იტარებს. ბევრი ნიუანსებია მაგ დროს. აქ ძნელია ლაპარაკი იმაზე, რომ შედეგი იქნება წარმატებული. რაც შეეხება იმას, რომ ადამიანი განიკურნა, რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი იკურნება და სულ არ არის მაგალითად ჩემი თვითმიზანი, რომ იაროს ჩემთან ყოველთვის. არა, ყოველთვის არა, მე მგონია რომ ალბათ უნდა რაცა ნაკლები მოვა, მე პირადად რაც ნაკლები მოდის პაციენტი ჩემთვის უკეთესია. ჯერეთი ეს მაჩვენებს იმას, რომ ჩემი მკურნალობა წარმატებულია. არა, ეს თავის სულ შენთან როზის კაბინეტში ესე იგი მას პრობლემა არა, ვერ გადაწყვიტა, ვერ იპოვა შვება. ასე რომ ნამდვილად ეს იკურნებიან და კარგადაც იკურნებიან, მაგრამ ახლა რა არის, იცით? მე თქვენი კითხვა ძალიან მომეწონა იმ თვალსაჩინო დაფნა, რომ აქ აუცილებელი არის ერთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევა. როდესაც ლაპარაკი არის სექსუალური დისფუნქციაზე, არა და ეს დეონტოლოგიური ასპექტით, არა ამ დეონტოლოგიური მიდგომით, განსხვავებულია ეს სექსუალური დისფუნქცია და მისი თუნდაც მკურნალობა სხვა დაავადებებისგან. აქ მართებული იქნებოდა ტერმინის დახვეწაც.
ალბათ უფრო სწორია ვილაპარაკოთ სექსუალური დისფუნქციის არამკურნალობაზე, არამედ მართვაზე. აი ამას გულისხმობ. და ეს მართვა არის პროცესი, ზოგჯერ ხანგრძლივი. და მე ახლა იუმორის გზნობის ნაკლებობას არ ვუჩვევი. ხო და მიყვარს ხოლმე ესეთი და ძალიან მოსწონთ პაციენტებს ხო ეს კარხასიათზე დგებიან და ძალიან მოსწონთ რა განსაკუთრებით მამაკაცებს. როდესაც ლაპარაკი არის რაღაც დაუშვათ სექსუალური დისფუნქციის მართვაზე რა. როდესაც უხსნი და აი მეკითხება თვითონ რა, აი როდის მოვიდე, საჭიროა თუ არა და ნუ მოხვალ რაღაცა იყავი კარგად, ღმერთმა გაგიმარჯოს, მაგრამ ხანდახან დამირეკე მაინც რა გამოჩნდიან რაღაცა და როდესაც ცდილობს ის რაღაცნაირად ჩაღრმავდეს ამ საკითხში, მე ესეთი მაგალითი მომყავს. რა არის სექსი? აი ვეკითხები რა არის სექსი? ეხლა ის ფილოსოფიურად უდგება მაგას და იბნევა ხოლმე. ნუ რა ვიცი ახლა და იცით რა, ამ დროს ფილოსოფია სულ არ არის ეს. რა არის სექსი მართლაც? სექსი ყველას აქვს. ბავშვებს არ აქვს, ხო? თინეიჯერებსაც ბევრს არ აქვს, სანამ გამოცდილებას არ შეიძენს, ხო? ხან შესულ ადამიანს აღარ აქვს. ხო მართალია? ხეიბრებს, ხო? ნუ რაღაცა ადამიანებს ისაც რაღაცა პრობლემა აქვს რა, ფსიქოლოგიური ან ნუ ძალიან ბევრს. ნახეთ რამდენი ჯგუფი ჩამოთვალეთ საზოგადოების. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ სრულიადაც არ არის სავალდებულო სექსი კონდეს ყველას. იმიტომ რომ მე მაგალითად სექსს ვადარებ თვითფრინავით ფრენას, როცა შენ მართავ თვითფრინავს. მე მაგალითად რაღაცა ძალიან კარგი თვითფრინავის სესნა რო არის რა. კერძო პატარა ხო. სამხედრო თვითფრინავს და ლაინერს კი არის იმას პროფესიონალები მართავენ, მაგრამ მოყვარული რა, უნდა და ფრენას რა. იმიტომ რომ მას უნდა ქონდეს განცდა. ზაფრი. აი ესეთ მძაფრ განცდას აძლევს სექსი ადამიანს. და როდესაც ადამიანს უნდა რომ ქონდეს ესეთი მძაფრი განცდა, ხო? მას აქვს არჩევანი, ქონდეს ან არ ქონდეს რა, ჯერ ერთი. ყველას არ აქვს. სიცოცხლეს არ ემუქრება სექსის არ ქონა. არა. მაშინ რა არის საჭირო რომ ქონდეს სექსი და მიიღო ეს ნეტარება და ეს განცდა, ხო? უპირველეს ყოვლისა კარგი თვითფრინავი, ხო? ანუ პარტნიორი. ლამაზი, ჯამთელი, გამართული ყველანაირად სესნა. ო? პლუს გარდა მაგისა. თვითფრინავი ახლა ჰაერით ხვალ დაფრინავს რა. კაი საწვავიც უნდა. კარგი საწვავ-საცხები მასალები უნდა. არის მედიკამენტები რო გვეკითხებიან, მაგრამ ეს რასაც გვეკითხებიან ის არ ვარგა. ხო? და ბოლოს კი საწვავი ჩაასხი, ჩაჯექი, აფრინდი, ყველაფერი, რო აფრინდი ჯერ ერთი უნდა აფრინდე რა, კარგად აეროდრომიდან და მე რაც თავარი უნდა დაფრინდე, ხო? თვითფრინავი ყველა შემთხვევაში ეშვება. არ არსებობს თვითფრინავი ჯერ საში არ დარჩენილა. ეხლა შენ ცინიზმში არ ჩავმართოს, მაგრამ მალაიზიის ბოინგი რო დაიკარგა და დღეს ვერ იპოვეს ვერაფერი ჯერ იქიდან, ხო? ერთი ნამსხვრევი ვერ იპოვეს. ისიც ჩამოვიდა რა. ან ოკეანეში ან სადღაც მიწაზე დაეშვა. ანუ დაიმსხვრა. და ეგ რო არ მოხდეს არა? ერთი ადამიანია საჭირო რა. ავიაციაში ამას დისპეჩერს უძახიან. სექსოლოგიაში ექიმი სექსოლოგი. რო კარგად აგაფრინოს, კარგად დაგაჯინოს, აგიხსნას, გირჩიოს რომელი საწვავი ჩაასხა, რომელი ზეთი, როდის გამოცვალო ფილტრები და ასე შემდეგ. ეს არის პროცესი, ეს არის მართვა. მამაკაცებს ამის ახსნა არ უნდათ. მშვენივრად იციან. ქალებს უფრო გჭირდება. ჩვენ ქალებს ჭირდებათ. ბატონო ზურაბ, მოვედი მე ახლა ერთად, ამას გამოვიქეცი, იმას გამოვიქეცი. ვიწვების სიცხვილისგან ქმარმა არ იცის, რო გაიგოს მომკლავს. ერთხელ უნდა მოვიდე და უნდა მომარჩინო და გათავდა. სად არის? ამაზე უთქვამთ ჩვენ წინაპრებს, ხო? არ ვიცი ეს ქალაქულია თუ სოფლურია, არ ვიცი, მაგრამ ქართულია რა. ეგრე არ არის, დაყაო. შენ რომ მამული გაიყაო, ხო? ბატონო ზურაბ,
პირველი ჩვენი პირველი გადაცემის პირველი ნაწილი სრულდება და მე მინდა მაინც კიდევ ერთ თემას შევეხოთ. არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ მაინც მინდა და კიდევ უნდა გათქმევინოთ. და ისევ პაციენტის და ექიმის ურთიერთობას ეხება ეს. ეს იმდენად უკიდე გამო თემაა. ხო, მაგრამ მაინც ამაზე ერთი წელი რო ვილაპარაკოთ, ვერ გამოვლებს და მე ძალიან მინდა რომ ჩვენს რადიომსმენელებს, რომლებიც 2017-ში შემოგვერთდნენ და დღეს პირველი გადაცემა და პირველად გვისმენენ. და წარმოდგენა არ აქვთ რომ 3 წელიწადია ჩვენ სექსზე ვლაპარაკობთ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. და არა მხოლოდ. მაინც მინდა ვუთხრა რომ სექსოლოგთან მისვლა არ არის სირცხვილი ჯერ ეს ერთი. როდესაც თქვენ გჭირდებათ, ნუ ჩამოუშვებთ ხელს და ნუ ჩამოყრეთ ყურებს და აუცილებლად მიდით. ეს არის ისეთივე ექიმი, როგორც ნებისმიერი სხვა. ხელს რომ მოიტეხთ, ხო მიდიხართ არა. სადღაც რაღაცა რომ აგიქავდებათ და გამოგაყრის, ხო მიდიხართ და არასრულფასოვანი სქესობრივი აქტი რომ გაქვს, რატომ არ მიდიხართ? უფრო ქალებს მინდა მივმართო რა, აი რატომღაც ვარ ასეთ ხასიათზე. და მინდა კიდევ ეს თქვენი შიშებით დაგაძლევინოთ რა. სექსოლოგთან მისვლა, მე ვიცი რომ ძალიან ბევრს არასწორად წარმოუდგენია. რატომღაც გონიათ რომ იქ უნდა გაიხადო, იქ რაღაცები აჩვენო, ისმენებს რაღაცა. არ ვიცი, ნუ რაღაც ძალიან არასწორად წარმოუდგენიათ. და ყველაზე საშინელი ის არის, მე ამ პატივს დაფნა გინეკოლოგიურად გასინჯვის საშოში ორი თითით უტოვებ ჩემს საყვარელ და სათაყვანებელ კოლეგებს გინეკოლოგებს, იქვე მყავს გვერდით. და პროსტატის თითით გასინჯვა ამ ასე ვთქვათ სიამოვნებას უტოვებ ჩემს მეგობარ უროლოგებს, მაგრამ მე არ დამავიწყდება, სხვათა შორის არის ესეთი შესანიშნავი ექიმია, ბრწყინვალე ექიმი, რომელთანაც მე მისული ვიყავი, უროლოგია ეს შესანიშნავი რა და რა არის იცით, ახლა როდესაც პროსტატის გასინჯვა ხდება, პროსტატის გასინჯვა ყველაზე უფრო რელევანტურად და ზუსტად ხდება ტრანსრექტალური უკანა ტანიდან ეხოსკოპიით და ელასტოგრაფია კიდე ქვია მაგას ორი ის არის საკმაოდ მარტივი და ესეთი დისკუსია გქონდა მეგობართან და კოლეგასთან და მე ვუთხარი რომ აი თითითაც სინჯავენ და ზურა გამაგებინეო ერთიო იმდენად შორს არისო ეს პროსტატო თითით ჯერ ერთი როგორ წოდებაო არ და მართალია ეს არ არის რა ადვილი გასასინჯეს თითით ხოდა რატო უყოფენ რა ძალა როდესაც არსებობს ტრანსრექტალური ულტრასონოგრაფია, ეხოსკოპია და ელასტო გაუშვი რა. ბატონო, მე კიდე მინდა ერთ საკითხს შევეხო. როდესაც თქვენ საუბრობდით და ამას არაერთხელ ვახსენებთ და კიდევ ბევრჯერ ვახსენებთ. როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ეს წყვილოვანი ფუნქციაა და ასევე წყვილოვნად იკურნება. და სასურველია კი არა და სავალდებულოა რომ წყვილი მოვიდეს თქვენთან. ორივე პარტნიორი ერთად უნდა მოვიდეს. ხალხნო არ ნიშნავს ეს იმას, რომ თქვენ ბატონის ზურაბის დანდასწრებით სექსის უნდა დაკავდეთ და იმან უნდა გითხრათ არა ასე არა ცოტა წამოიცი ეხლა შენ ცოტა შეიცია აცი ეხლა ფეხი და ოპა აი ეს არის ძალიან ბევრისგან გამიგე აი ასე გონიათ რა ნამდვილად ასე წარმოუდგენიათ რომ თქვენთან მოსვლა ნუ სახიფათო თუ არა ძალიან სასერცხოა რა ნუ მოყოლის თვალსაზრისო ხო საერთოდ პირველი ეტაპი მოყოლა სიცოცხლე გავათავე სანამ აქ მოვედი რატო მოდით ხო ცოტა მე ერთ რამეს ვიტყვი ჩემო დაფნა მე აი ხაზი მინდა გავუსვა ერთ რაღაცას რა აი ჩვენი გადაცემა საერთოდ პოზიტივზეა აწყობილი, მაგრამ ეხლა მინდა აი სუპერ პოზიტივზე მინდა რომ გადავიყვანო ეს ჩვენი განწყობა. იცით რა, მე როგორც ექიმი სექსოლოგი მინდა რაღაცნაირად აი ჩამოვაყალიბო. როდის ვარ ბედნიერი და რატომ ვარ ბედნიერი ჩემი პროფესიით, ხო? ყოველთვის არის რაღაც უკმაყოფილება ადამიანის სურვილი როგორც თვალწები ნიკოლოზ ბარათაშვილმა ბრძანა აღუსებელი საწყაულია ხო ყოველთვის მეტი გინდა ვიდრე აღწევ ყველაფერს თავი დავანებოთ ბიზანტიის იმპერატორმა დიდმა იმპერატორმა იუსტინიანემ მე-6 საუკუნეში დაშლილი რომის იმპერია გაერთიანა ესე იგი ბიზანტიის ქვეშ გაერთიანა რომის აი რა ბომბერაზი იყო ხა წარმოიდგინე და 90 წელი ცოცხლდა რო კვდებოდა რა
სარეწელთან იყო მისი პირადი მემატიანე პროკოფი კესარიელი, რომელმაც შეინარჩუნა სხვათაშორის ეს ყველაფერი ეს უნიკალური მასალები და პროკოფი კესარიელი წეს რომ ბოლოს სიტყვა იუსტინიანესი რა ყოფილა იცით? რა? ისე მივდივარ ამ ცხოვრებიდან ვერაფერი ვერ მოვასწარიო. კაცმა რომის იმპერია გაერთია. იმის მერე ხوار მოვხტარა ეგ რაც მოხდება რა. და თურმე ვერაფერი ვერ მოვასწარიო კაცო რა. ვაგლახ რა დროს მივდივარ ცხოვრებიდან. ესე იგი ადამიანი ყოველთვის მეცელის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, აი როდესაც ვარ ბედნიერი. და რატომ ვარ ბედნიერი? მე ბედნიერი ვარ, როდესაც ადამიანი აი ესე დაკომპლექსებული, აი გაუბედურებული შემოდის ჩემ კაბინეტში. დაღურემილი და შერცხვენილი. დაღურემილი, შერცხვენილი, ლამის არის იტიროს ქალმა და მამაკაცმა. და სულ რაღაც 9 საათის მერე 40 წუთის მერე გაბადრული და ბედნიერი გადის ჩემი კაბინეტიდან. და ეს ჩემი ბოლო პაციენტი ესე წავიდა. აი ეს არის ბედნიერება. ექიმის ბედნიერება ეს არის. როდესაც ის შვებას მისცემს პაციენტს. განკურნებამდე ჯერ შორს არის. მაგრამ ეს გაბადრული სახე ეს იმისი გარანტია რომ მე იმედის ასე ვთქვათ ნაპერწკალი ჩაუსახე გულში პაციენტს და ეს სერიოზული ასე ვთქვათ ნაბიჯია განკურნებისკენ რომელიც ეჭვს არ მეპარება რომ აუცილებლად იქნება. ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ გადაცემას სახელწოდებით აკრძალული ხილი. ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ სექსზე, თუმცა არა მხოლოდ. დაგვიკავშირდით, მოგწერეთ SMS-ები ნომერზე 9177 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან. ჩვენ პატარა პაუზას გავაკეთებთ. თქვენ სარეკლამო ჭრაგელოდებათ წინ და ამინდის პროგნოზი აუცილებლად ყველას გვაინტერესებს ხვალ მზიანი ამინდი იქნება თუ არა. მზიანი იქნება. მაგრამ მაინც ცივა. მაინც ზამთარია ხო. ასე რომ ველოდებით თქვენს SMS-ებს გადაცემის მეორე ნახევარში ბატონი ზურაბი, ექიმი, სექსოლოგი, პროფესორი გიპასუხებთ თქვენთვის ყველაზე საჭიროებო შეკითხვებზე. მოგწერეთ ან დაგვირეკეთ. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. საღამოშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო მოგესალმებით. მე დაფნა გახლავართ ბატონ ზურაბ მარშანიასთან ერთად, ექიმ სექსოლოგთან, პროფესორთან ერთად მიმყავს ეს გადაცემა. თქვენ უსმენთ რადიო იმედს და ჩვენ ყოველ სამშაბათს 10-დან 12 საათამდე ვართ ეთერში გადაცემით სახელწოდებით აკრძალული ხილი. შეგიძლიათ დაგვირეკოთ, შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენი შეკითხვები, ბატონი ზურაბი მათ უპასუხებს. მე კი დავიწყებ SMS-ების კითხვას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ გამოვაცხადებ ტელეფონის ნომრებს. თუ გაქვთ სურვილი რომ დაგვირეკოთ და პირდაპირ ეთერში დავუსვათ ბატონ ზურაბს შეკითხვა, მაშინ უნდა აკრიფოთ ნომრები 2921188 ან მეორე ნომერი 2921199. თუ გირჩევნიათ რომ წერილობით გკითხოთ, მაშინ 9177 არის ჩვენი SMS ნომერი ნებისმიერი მობილური ოპერატორისთვის. 9177 შემდეგ უკვე მოგწერეთ SMS-ი. ვიწყებთ ბატონ ზურაბ. გამარჯობა, მადლობა კარგი გადაცემისთვის. ვარ მამაკაცი, ერთგული 9 წელია ვცხოვრობ მეუღლესთან. ვარ 35 წლის ორი ბავშვის მამა. ბევრს მუშაობ, ვიღლები, ცოტას ვისვენებ. მამაკაცური ძალა მტოვებს, არა და არ მინდა მაგას შევეგუო. შესაძლებელია ჩემი ცოტა მაინც რეაბილიტაცია? მადლობა დაფნა აუდიენციიდან, შენი მსმენელი ვარ, ძალიან კარგი წამყვანი ხარ, ყველაფრისთვის მადლობა. თქვენც დიდი მადლობა ასეთი ერთგულებისთვის. არა მხოლოდ ცოლის, არამედ ჩემი ერთგულიც ყოფილა, კაცო 9 წელია ცოლთან არის და 20 წელია მე მისმენს თურმე. ერთგულია, ყველასთან ერთგულია. ხო. რას ვეთქვით 35 წლის მამაკაცია და აი მტოვებსო ძალა ნელ-ნელა ცოტა ადრე არა ბატონო ზურაბ? იცით რა, არ არის ადრე, იმიტომ რომ ადამიანი რაღაცნაირად უნდა იყოს ყოველთვის მომართული და მოტივირებული უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისათვის მაპატიეთ რა. შესაბამისად ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა შეუძლია მას. ახლა ძნელი სათქმელია, აქვს თუ არა ჭარბი ზონა მაგალითად. აი რამდენად ფიზიკურად ითვირთება, ლაპარაკი არის ფიზიკური დატვირთვა. იღლებია ძალიან. ხო, იღლება, შეიძლება ფიზიკურად მუშაობს, მაგრამ აი რაღაცნაირად აი მაგალითად ზოგჯერ ადამიანი იღლება არა მარტო ფიზიკური სამუშაოთი.
ზოგჯერ ადამიანი იღლება იმის გამო რომ მას სამსახურის პირობებშიც და სახლშიც უხდება ადინამიის პირობებში ცხოვრება. აი ამიტომ საჭირო არის თავის დაღწევა. გარდა მაგისა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ყოველდღიური ცხოვრების, ასე ვთქვათ, აი რუტინული ცხოვრებიდან გამოსვლა. ადამიანმა უნდა შეძლოს რაღაცნაირად გაალამაზოს თავისი ყოველდღიური ცხოვრება, რომ მისი ცხოვრება იყოს საინტერესო. უინტერესო ცხოვრება ყოველთვის დამოვლილია. საინტერესო ცხოვრება, არა? რაც არ უნდა დიდი დატვირთვა ქონდეს ადამიანს და რაც არ უნდა იღლებოდეს, არა? ყოველთვის არის უფრო მასტიმულირებელი იმისათვის, რომ ადამიანმა კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. ესე იგი, მე რამინდა იცი ვთქვა, მე მინდა მოუწოდო ჩვენს რადიოსმენელს, ჩვენ ერთგულ რადიოსმენელს, რომ აუცილებელი არის აი კრეატიულობა, იცით, ყოველდღიურ ცხოვრებაში. კრეატიულობა იმ თვალსაზრისით, რომ აი უბრალო რაღაცა წვრილმანის მიმართაც კი რაღაცა ეს ბავშვებთან ურთიერთობა იქნება, ან მეუღლესთან რაღაც ურთიერთობა, რომ აი რაღაცა ჩვეულებრივი, ორდინარული რაღაცა, ხო? აი ლამაზად რო გააკეთოს რა. ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების გასაღები, არა? ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ყოველდღიური რუტინის გალამაზებაშია. რამდენად შეგვიძლია ჩვენ გავალამაზოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. აი ამას ურჩევდი მეს. და რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში სექსსაც, იმიტომ რომ მე მაინც სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ეს გადაღრილობა, აი ეს რაღაცნაირი სკეპტიკური დამოკიდებულება, ხო? საკუთარი ცხოვრების წესისადმი მაინც დაკავშირებულია რაღაცნაირად სქესობრივ ცხოვრებასთან და იქნებ მეუღლესთან ერთად შეეცადონ, ხო, შეეცადონ, გაანალიზონ რა, როგორია მათი სქესობრივი ცხოვრება. ხომ არ არის საჭირო რაღაცნაირად აი ახალი მიდგომების რაღაცა ბიძგის მიცემა, თუნდაც ექიმთან მისვლა და იმის გარკვევა თუ რა უნდა გაკეთდეს. მე მაგალითად ურჩევდი მას რაღაც გამოკვლევების ჩატარებასაც. იმიტომ რომ 25 წლის ასაკიდან უკვე მაგალითად ასაკობრივი ცვლილებები შეიძლება დაიწყოს, მაგრამ ტესტოსტერონის დონის დაქვეითება, მიწის შრომის უნარიანობის დაქვეითება. მე ურჩევდი მაგალითად საერთო ტესტოსტერონი განესაზღვრა სისხლში. მაგრამ რა თქმა უნდა უკეთესია თუ ამას ექიმი გააკეთებს, ექიმი დაუნიშნავს. ასე რომ გამოსავალი ყოველთვის არის და ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება ჩვენი ხელშია. შემდეგი შეკითხვა. მაინტერესებს მასტურბაცია აქვეითებს თუ არა სექსუალურ მოთხოვნილებას და ცოლ-ქმრის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი აქვს თუ არა სექსს. თუ ყველანაირად ვაკმაყოფილებთ ჩემს პარტნიორს, ღალატი მაინც გარდაუვალიაო, გვწერს 20 წლის ლალი. რამდენი კითხვა არის? პირველი მასტურბაცია აქვეითებს თუ არა სექსუალურ მოთხოვნილებას? არ აქვეითებს. ესე იგი მაგრამ საერთოდ რა არის, იცით, აი მასტურბაციამ არ უნდა ჩაანაცვლოს სექსი. აი როდესაც addiction-ს უძახიან მაგას რა, ესე იგი დამოკიდებულების განვითარება, იგივე დავუშვათ პორნოსაიტების, ანუ ხშირია ამ ბოლო დროს მაგალითად ესეთ პაციენტები ჩემთან ხშირად მოდიან. მეორე შეკითხვა იყო, ცოლ-ქმრის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი აქვს თუ არა სექსს? გადამწყვეტი როლი აქვს ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად. რაღაცა ერთს არ აქვს არასოდეს გადამწყვეტი როლი. მე ვიტყოდი აქ, რომ გადამწყვეტი როლი ადამიანის ცხოვრებაში ბევრ რაღაცას აქვს და მათ შორის სექსსაც. მნიშვნელოვანი როლი, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი დავარქვათ. ამავე კითხვაში მესამე კითხვა ასეთი იყო, თუ ყველანაირად ვაკმაყოფილებთ ჩემ პარტნიორს, ღალატი გარდაუვალია თუ არა? არ არის გარდაუვალი, ღალატი არასოდეს არ არის გარდაუვალი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რა არის, იცი, თუ აგერ ბრედ პიტი ყავდა ანჯელინა ჯოლის და იმასაც უღალატა. კი ბატონო, ახლა თუ რაღაცას გძნობს ქალია თუ მამაკაცი, რომ აი რაღაცა ხდება, რაღაც საერთოდ აი ღალატი არ არის ისე რა,
цнобил симღერაში როა რუსულ სიმღერაში რა любовничая на нагорянет когда ее совсем не ждешь შეიძლება სიყვარული მასეა მოულოდნელად მოდის თავს დაგეცემა მაგრამ ღალატი ესე არ არის ღალატი მწიფდება და ღალატს ყოველთვის აქვს რაღაცა ობიექტური მიზეზები წინაპირობა აი მთლად ვერ დაგეთანხმებით. რატომ იცით? იმიტომ რომ любовничая-ნა ნაგრიანი. სპონტანურად არ ხდება. არა, ნუ ახლა თუ ვიღაცას თავს დაესხა ეს სიყვარული, იქ ღალატიც კი არ მოწიფდა. არა. რატო არა? არ არის ესე. სადღაც წავიდა, უცებ ვიღაცა დაინახა, გაგიჟდა გადაირია. ტელევიზიით გუშინ ყვებოდა მამაკაცი. ყველაფერი შეიძლება დავიცანი ქალიო და წამოვედი ოჯახიდან. ყველაფერი ხდება, მაგრამ ტიპიური და უფრო ხშირად ეს არის რაღაცის შედეგი რა. დაუკმაყოფილების შედეგია, თუნდაც აი რუტინის შედეგია, რუტინიდან გაქცევის მცდელობა, სექსუალური მდარე სექსუალური ცხოვრებიდან თავის დაღწევის მცდელობა, 1000 რაღაცაა რა და ეს უნდა შეამჩნიოს პარტნიორმა რა, თუ ის დაინტერესებულია იმაში რომ ახდეს უკეთესი სექსი და გაღრმავდეს სიყვარული. ეს რეალურია ეს ყველაფერი რა. გვეკითხებიან კიდევ ეგრეთ წოდებული ლაგამი უშლის თუ არა ხელს სასქესო ორგანოს ზრდასო. არა, ზრდას არ უშლის ხელს ლაგამი. უბრალოდ ლაგამი ხელს უშლის სქესობრივ ცხოვრებას. ამიტომაც როცა არის მოკლე ლაგამი უკვე ქირურგი, უროლოგი იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად გამართლებულია ოპერაციული გზით ჩუჩის პლასტიკის ჩატარება და შესაბამისად ამ მოკლე ლაგამის პრობლემის გადაწყვეტა. მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო რადიო მსმენელებს შეკითხვის დასმა შეგიძლიათ SMS ნომერზე 917778 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ერთიან ნომერზე შეგიძლიათ ამის გაკეთება 917778. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, ძვირფასო დაფნა, გილოცავთ ჩობა ახალწელს, დიდი მადლობა, მიხარია რომ ყველა კლავ ეთერში ხართ და გისურვებ წარმატებებსო, ძალიან დიდი მადლობა და დიდი მადლობა იმისთვისაც რომ გვისმენთ. ვარ 36 წლის, შემთხვევით აღმომაჩნდა სპერმატოცელე ცისტა 1 სანტიმეტრამდე, გავიკეთე ანალიზები და ინფექცია არ აღმომაჩნდა, არც ვიცოდი თუ მქონდა ეს, არც ტკივილი ან რამე მაწუხებდაო. ISA ტესტმა აჩვენა კოეფიციენტი 200, მორფოგრამა აჩვენა ოლიგოზოოსპერმია, 1 ფარგისის კოეფიციენტი 168, რამდენად საშიშია ეს და შუს თუ გავაჩენო ამ პარამეტრებითო. ძალიან დეტალური აღწერა და ახლა დიაგნოზს ვერ დავსვავთ ახლა ჩვენ აქ რადიო სტუდიაში ეს გამორიცხული. რაც შეეხება სპერმატოცელე შეიძლება მას კონდეს რაღაც ნეგატიური გავლენა სპერმის ხარისხზე, მაგრამ ყველაფერი ეს შესაძლებელია რა რელევანტურად შესაძლებელია ანდროლოგის და უროლოგის მიერ, იმიტომ რომ უროლოგმა უნდა გადაწყვიტოს ეს სპერმატოცელე საოპერაციო თუ არა. ანდროლოგის მიერ უნდა შეფასებული იქნეს შელოსნობა. ეს რადიოთი ბუდიში მაგრამ ვერ გავაკეთებთ რა. თქვენი გადაცემები გწერს რადიო მსმენელი და ბატონი ზურაბის წიგნი ძალიან დაამეხმარა ფობიების, პრობლემების და კომპლექსების დაძლევაში. ველოდები ბატონი ზურაბის მეორე წიგნს. ძალიან საინტერესოა ბატონი ზურაბ, როდის აპირებთ მეორე წიგნის გამოცემას? როცა მოვიცლი. იმიტომ რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მოუცლელი ვარ რა. კარგია როცა ადამიანი რა თქმა უნდა დაკავებულობას რა ჯობს. ბოდიშის მოხდითო ჩვენი რადიო მსმენელი რა საჭიროა ბოდიშის მოხდა? მინდა გითხოთ, ცოლთან რომ ვამყარებს სექს, მე მალე ვამთავრებ, მეუღლე კი ვერ ამთავრებს. ეს ძალიან გვაწუხებს ორივეს და რჩევას გთხოვთო. ძალიან მარტივია რჩევა. როდესაც მამაკაცს აქვს ნაადრევი ეკულაცია, ანუ მალე ასრულებს, მალე აღწევს, ესე იგი ეკულაციას, ხო? იმან აუცილებლად უნდა იმკურნალოს, იმიტომ რომ რაც უფრო სწრაფად სრულდება სქესობრივი აქტი მამაკაცის მიერ, ეს ნიშნავს იმას, რომ მით უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ქალი ვერ იღწევს ორგაზმს. მასთან ამ სექსი ვერ იქნება ჰარმონიული.
აუცილებელი არის მკურნალობა, ნაადრევი ეკულაციის და მერე უკვე რაღაცნაირად ბრძოლა იმისათვის, რომ სექსი გახდეს ჰარმონიული. მე ისე მიხარი აქვს რადიო მსმენელი ვერკვევი ვისწავლე და ვიცი ამ საკითხის პრობლემები ამაყავთ ვსაუბრობ ხოლმე და მგონია რომ გავიზარდე აი რასაც ამოვნო ესეთ SMS-ს კიდევ ერთი რადიო მსმენელის აზრი მოგესალმებით ჯერ კომპლექსები უნდა მოეხსნას ქართველებს და შემდეგ ექიმთა მისვლის კულტურა ისწავლონო ამაშიც გეთანხმებით თქვენ გადაცემებს ვუსმენთ ისე ამაყავთ ვსაუბრობ ამ თემის ირგვლივ ყველა გაოცებული მისმენს ხოლმე აღმოვაჩინე ყველას პრობლემა აქვს თურმე და სხვენიათ კომპლექსდებიან და ეშინიათ ექიმთან მისვლაო. ამაშიც გეთანხმებით ძალიან ბევრი ვერ ბედავს. ის კი არა და სულ აი მაგალითად მომყავს ხოლმე ბატონ ზურაბის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალბატონი რომელიც გამომიტყდა იმაში რომ აი გვერდ კაბინეტებში ვხედავთ ძალიან მჭირდება და ვერ შევდივარო და აი რაღაცნაირად ისე თვალებში მიყურებ და შემციცინებ და თითქოს ჩემგან რაღაცას ბიძგსელოდა თუ რაღაც და რა ვიცი მეოთხარი მე შემიძლია ყველაფერზე ველაპარაკო და შენ მეოთხარი რატო ვერ ეხსნები თქო და რაც ყველაზე მთავარია რომ მისი მეუღლე უფრო რომელიც სამედიცინო სფეროსთან არანაირი კავშირი არ აქვს იმ მამაკაცს ის უფრო გახსნილი ყოფილა ვიდრე ქალბატონი რომელიც თქვენი კოლეგაა და გვერდზე კაბინეტში გიზეთ. თქვენი გადაცემები და ბატონ ზურაბის წიგნი ხო ეს ავიკითხეთ ველოდებით მეორე წიგნს რაში გამოიხატება მოკლე ლაგამის შემთხვევაში სექსუალურ ცხოვრებაში ხელის შეშლაო. მოკლე ლაგამის დროს ერექციის დროს ესე იგი ლაგამი იჭიმება ხშირია ხოლმე სქესობრივი აქტის დროს როცა ერეგირებული ასლო შეყავს მამაკაც საშოში ძალიან ხშირი არის ამ ლაგამის დაზიანება ტკივილი ხდება რა და ესე იგი ტკივილი როდესაც არის სექსის დროს სქესობრივი აქტის დროს ეს ცხადია სერიოზულ დისკომფორტს ქმნის და ეს შეიძლება გახდეს ერექციის დარღვევის მიზეზი მოკლე ლაგამის დროს საკმაოდ ხშირია სხვათა შორის ეიაკულაციის დარღვევები უფრო ხშირად ნაადრევი ეიაკულაცია თუმცა არის ხოლმე მე შემხედრია ჩემ პაციენტებში მოკლე ლაგამის დროს გაძნელებული ეიაკულაციაც, პირიქით ეიაკულაციის გაძნელება. ესე იგი არის როგორც ერექციის დარღვევები, ასე არის ასევე ეიაკულაციური დარღვევები. ბატონ ზურაბ, ჩვენს Facebook გვერდზე მოგწერა რადიო მსმენელმა გამარჯობა, მინდა გითხოთ, ჩემმა მეუღლემ გამოიწერა ინტერნეტის საშუალებით მალამო. მისი ორთვიანი მკურნალობით, ანუ მისი ასოზე წასმით და დღეში ორჯერ ქვემოთ და ზემოთ დაზელვით დაუგრძელდება 5 სანტიმეტრით. არის თუ არა შესაძლებელი ეს ასე მოხდესო. მოგეხსენებათ ცოტა ძვირი გადავიხადეთ და ტყუილა ხომ არ ყრით ფულსო. ტყუილა ყრით ფულს გენაცვალე. ტყუილა ყრით ფულს ნამდვილად ძალიან სამწუხაროა ამას რო ლაპარაკობ, მაგრამ ნუ რასიზა. ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს და თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე. საერთოდ ინტერნეტის ნებისმიერი მედიკამენტის გამოწერა ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ექიმის გარეშე ეს ხო დაუშვებელია. და ბოლო შეკითხვა დღეისთვის როცა მოგვეწურა უკვე თითქმის ასეთი შეკითხვა მოვიდა ისიც Facebook-ზე. მამაკაცთან სექსიო თუ შეუშლის შემდგომში დაქორწინებასო ხელსო და ქალთან სრულფასოვან სექსო. ესე იგი ლაპარაკი არის ჰომოსექსუალურ კონტაქტზე. ეხლა რაშია ეცეთ საქმე? აქ ახსენეს ჩემი წიგნი ახსენეს და იქ საკმაოდ დიდი თავი არის სექსუალურ ორიენტაციაზე, ჰომოსექსუალობაზე, ბისექსუალობაზე, ჰეტეროსექსუალობაზე. როდესაც ადამიანს აქვს რეგულარული სქესობრივი კონტაქტი საკუთარი სქესის წარმომადგენელთან, არა? მაგრამ ამავდროულად მას იზიდავს საპირისპირო სქესიც, ეს არის ბისექსუალობა. ესეც სექსუალური ორიენტაციაა სხვათა შორის, ნუ რა თქმა უნდა განსხვავდება ჰეტეროსექსუალობისგან, განსხვავდება ჰომოსექსუალობისგან. და ასეთ შემთხვევაში აი რთულია კითხვა, იცით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ პრაქტიკიდან და ლიტერატურული მონაცემებიდან ალბათობა იმისა, რომ ქორწინება იქნება უიღბლო, ძალიან მაღალია. მაღალია იმიტომ, რომ ბისექსუალები
ვერ ახერხებენ ხოლმე უფრო ხშირად მონოგამიურობის დაცვას. ამ შემთხვევაში მონოგამიურობის დაცვა ითვალისწინებს მეუღლისადმი ერთგულებას, ხო? და შესაბამისად ჰეტეროსექსუალურ ორიენტაციაში დარჩენას, ხო? ვერ ახერხებენ რა, უჭირთ ძალიან. შესაბამისად დაფარული, ასე ვთქვათ, ცხადი ხდება და ინგრევა ოჯახი. ხშირია ეს. საკმაოდ ბევრი არის კვლევები, საკმაოდ ბევრი არის მასალები ამის თაობაზე და აი ამას გვაჩვენებს ეს მასალები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბისექსუალი, რომელიც შედის ქორწინებაში, მას ყველა შემთხვევაში არ ექნება ბედნიერი ოჯახი. შეიძლება ხომდეს. იმიტომ რომ მოყვარულ ცოლ-ქმარს ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა შეუძლია. ხანდახან ისეთი ბარიერისა, რომელიც ერთ შეხედვით გადაულახავიც კი ჩანს. ასეთი მაგალითებიც საკმარისია. აი ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა, ვინც გამოგვეხმაურა, გამოაგზავნა მოლოცვებიცა და შეკითხვებიც. ერთმანეთს შევხვდებით მომავალ სამშაბათს საღამოს 10 საათზე. კარგად ბრძანდებოდეთ, სასიამოვნო ღამის გატარებას გესურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ ძვირფასო რადიო მსმენელებ. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად.